რა მოდის ცვლილება თქვენსკენ ეს თემა განვიხილოთ. მესიჯი ყველასთვის არის, მაგრამ არა ყველაფერი. გაითვალისწინეთ და ვნახოთ. ცვლილებას რაც შეეხება საკუთარი თავის გარდასახვა, ყველაზე დიდი ცვლილება არის, რაც შეგვიძლია მოახდინოთ ცხოვრებაში, როცა რაღაც საზღვარს მივადგებით. ამის შესახებ გვამცნობს აქ არსებული ინფორმაციაც და განმარტავა ახლა რა არის ეს. ბოლო დაახლოებით ნახევარი წელი, 5-6 თვე ალბათ გრძნობდით არსაიდან მოსულ დაღლილობას. თენდება, დგებით და არ იცით რატომ, რისთვის. რატომ წვალობთ, იღწვით. ეკითხები საკუთარ თავს, ვაკეთებ, მაგრამ რას ვაკეთებ, ან რატომ. გამოწურული მონივით ხართ, უმოტივაციო, უენერგიო, გინდა რაღაც ახლის გაკეთება, მაგრამ თენდება ისევ და ძალა არ ყოფნის, ამიტომ იდეა რჩება იდეად, ფიქრი ფიქრად, თუმცა არა გადატანილ მოქმედებებში. გეცნობათ ალბათ ის, რაც ახლა ვთქვი. ბოლო ნახევარი წელი მსგავსად გატარებული თქვენთვის თითქოს და ირგვლივ გაჩერდა ყველაფერი. აი ეგ დამთავრდება. ეს არის ის უდიდესი ცვლილება, რაც თქვენსკენ მოდის. კი არა და უკვე პროცესში ხართ. თქვენ იტყვით არას ყველაფერი იმის მიმართულებით, რამაც ამოწურა საკუთარი თავი. თქვენ იტყვით კის ყველაფერი იმის მიმართულებით, რაც შემოვა და ახალი იქნება. თქვენ დაასრულებთ იმ ერთი ყვავილის მოლოდინს, რადგან მიხვდებით, რომ სამყაროს მთელი ბაღი აქვს თქვენთვის გაშენებული. და ის ერთი ყვავილი მცირედია და რომ მეც იმსახურებთ. ამაზე მეტი ცვლილება უბრალოდ არ არსებობს, როცა წვდები იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რისთვის ხართ ამ ცხოვრებაში. იმისთვის, რომ ცოტას დაკმაყოფილდეთ? არა. თუ იმისთვის, რომ მუდამ წინ იაროთ. არჩევანი გექნებათ და თქვენ გააკეთებთ ამ არჩევანს თქვენი თავის სასარგებლოდ. ეს ყველაზე დიდი ცვლილება არის, რაც შეიძლება რომ გავაკეთოთ ჩვენ ყველამ ერთად ცხოვრებაში. მე წარმატებებს გისურვებთ ინდივიდუალურად 557 613 53 53, Facebook-ზე ქართული შრიფტით ტაროს პასუხები, ნუ მირეკავთ, მომწერეთ.